მაჟორიტარების თავმჯდომარე ბატონი ბესო ჯუღარი და პარლამენტის წევრი ბატონი რატი სამყურაშვილი. ჩვენ შეგახსენებთ, რომ მუშაობთ პირდაპირ ეთერში, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენთან ტელეფონის ნომრებს 91-11-60 და ჩვენ სტუმრებს დავუწყოთ თქვენთვის სასურველი კითხვა. მოგესალმებით ბატონებო. პირველი კითხვა თავისთავად ცხადია, მექნება შიდა ქართლის რეგიონთან დაკავშირებით, რამდენად საყურადღებო რეგიონია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა. მე ასე დავიწყე და პირველ რიგში მივესალმები ტელემაყურებელს და თავიდან ვიტყოდი, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ტელევიზიით გამოსვლა, მე ხშირად მითქვა ძალიან დიდ პატივს ხარ თქვენ ტელევიზიას. ეს მცირე შესავალი და პასუხს გაგცემთ ასე, რომ მე ვთვლი, რომ საქართველოში ყველა რეგიონს აქვს თავის დატვირთვა და ყველა რეგიონი არის მნიშვნელოვანი. მით უმეტეს თქვენი რეგიონი, ვინაიდან ასე მჭიდრო კონტაქტში იმყოფება იმ წერტილთან, რასაც ქვია სამაჩაბლო. ამიტომ თქვენი განწყობა, თქვენი გუნებგანწყობა, თქვენი მდგომარეობა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, ასევე სოციალური, ყველასთვის საინტერესოა და აი როგორც ავადმყოფს ექიმს უდევს ხელი ავადმყოფის მაჯაზე, ისე ვიდრეს ჩვენ ხელი ქართლის რეგიონი და გვაინტერესებს რა ხდება აქ. როგორ იქნება თქვენი შეფასებები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა და თუნდაც იგივე კრიმინალური კონტრაბანდული თვითების შემოდინების თვალსაზრისით. რას გასაგებია რაც საკეთებს ცენტრალური ხელისუფლება, ცნობილია ხალხისთვის. საინტერესო იქნება პირადად თქვენ, რამდენად ექცევა თუნდაც სათანადო ყურადღება, რამდენად იღებს ხალხი იმას, რასაც ითხოვს ხელისუფლებას. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. უწინარესად მას დავიწყებ იმით, რითაც ბატონმა ბესომ მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. თქვენი ანონსიდან ჩანდა, რომ ძალიან ბევრი ღირსეული სტუმრის, თქვათ მასპინძელი ყოფილა ეს ტელევიზია და თქვათ რესპონდენტის მასპინძელი და გისურვოთ მინდა წარმატებები თქვენს ტელევიზიას და თქვენს გადაცემას. ახლა რაც შეეხება შეკითხვას. თქვათ რამდენად ექცევა რეგიონს ყურადღება, ხო, ასე დაისვა შეკითხვა. რა თქმა უნდა, ის რომ თქვათ კონფლიქტის ზონასთან მოსაზღვრე რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება ხელისუფლებისგან, ამაში ორი აზრი არ არსებობს და ეს თავისთავად ცხადია. რაც შეეხება იმას, რომ რამდენად ექცევა ყურადღება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულად აქცევს ამ რეგიონს ყურადღებას და არა მხოლოდ ამ რეგიონს. ჩვენი ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს თავის ხალხისთვის და თავის სახელმწიფოს. არის ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ამისთვის დგავს ძალიან ქმედით და ეფექტურ ნაბიჯებს. უწინარესად ეს რა თქმა უნდა ხდება ჩვენი სამხედრო აღშენებლობის გზით, თუმცა რა თქმა უნდა მხოლოდ ეს არ არის. ამ ჭრილში და ამ კონტექსტში შესაბამისად იმ რეგიონის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც არის ყველაზე ახლოს კონფლიქტის ზონასთან და იმ რეგიონის მიმართ სწორად, ისე ვთქვათ, ტაქტიკურად სწორად გათვლილი მოქმედებები არის სრულიად გადამწყვეტი. მე ვფიქრობ, რომ აქ საკადრო საკითხებსაც უნდა შევეხო, როდესაც ამაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, საკადრო საკითხები და შესაბამისად ისეთი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დანიშვნა რეგიონში, რომელსაც შესწევთ ძალა და უნარი იბრძოლონ, იმოქმედონ და განახორციელონ ის ყველა ქართველისთვის საოცნებო პროცესი, რასაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია, მე ვფიქრობ, საკადრო საკითხები ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს და აქვე მინდა დავზვინოთ თქვენი ვთქვათ რეგიონის რწმუნებული, პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში მიუხედავად იმისა, რომ გაუთავებელი კრიტიკის ობიექტია და თავდასხმის ობიექტია ოპოზიციური ძალების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ბინძური კამპანია წარმოებს მის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად ამისა, მე მინდა ვთქვა, რომ ის არის ერთ-ერთი ღირსეული ადამიანი სხვა ყველა რწმუნებულს შორის, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა რეგიონში. მინდა ვთქვა, რომ ის არის ვთქვათ მებრძოლი ადამიანი, არის პატიოსანი ადამიანი და ის სარგებლობს ხელისუფლების ძალიან მაღალი მხარდაჭერით და მე მიმაჩნია, რომ მისი მონაწილეობა ამ პროცესში ვთქვათ განსაკუთრებული პოზიტიურობით იქნება გამორჩეული. გასაგებია, ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად, მისი როლი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართულ-ოსური ურთიერთობის დარეგულირებაში. არა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებაში განსაკუთრებულად მაღალი როლი აქვს ხელისუფლების სწორ მოქმედებას. ხელისუფლების სწორ მოქმედებას ხას უსვამს. სწორი მოქმედება ხელისუფლების შესაძლოა გამოიხატოს
ამა თუ იმ ოპერაციების დაგეგმვაში და გამოიხატოს იმაში, რომ სწორად შეარჩიოს ხელმძღვანელები და ადამიანები, ის ადამიანები, ვისაც ანდობს მონაწილეობას ამ პროცესში. Რა თქმა უნდა, მე ვერ გადავაჭარბებ და ამ ზომის პასუხისმგებლობის აღება, ასე ვთქვათ, და ეფექტურად და კარგად განხორციელება, სწორედაც შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვინც წარმოადგენს პრეზიდენტ სააკაშვილს ამ რეგიონში, კონკრეტულად თქვენს რწმუნებულს და სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს. გასაგებია ბატონო, თქვენთან მექნება ასეთი შეკითხვა. გასული წლის ზაფხულის საომარი მოქმედებების, ასე ვთქვათ, შემდეგ ქართულ-რუსული კონფლიქტის ზონაში შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალი აი ამ პერიოდში, ბოლო პერიოდში უფრო გააქტიურდა, თუნდაც იგივე ჩვენი ხელისუფლებით, თუნდაც იგივე ქართული მხარის კრიტიკით. თქვენი შეფასებები როგორია, თუნდაც იგივე დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიმართ? მოგახსენებთ, იცით? მიუხედავად იმისა, მე ხშირად რადიკალურობით არ გამოვირჩევი, მაინც მოგახსენებთ, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს მართავს, აბსოლუტურად არასწორი იდეოლოგიის მატარებელი პიროვნებები არიან, სამწუხაროდ. იცით, როდესაც შენი მტერი არის ჭკვიანი, მასთან საინტერესო და სასიამოვნო არის ხშირად ბრძოლა, როდესაც მტერი ბოდიშს ვითხოვ, რუსულად ვითხოვ, კარგად უნდა დასტოენ. და იცით, ეხლა ეკამათო შენ კოკოიც არ მიმაჩნია სწორედ, იცით, იმიტომ რომ ისეთ მიუტევებელ შეცდომებს უშვებს და ისე მიყავს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკა, რომ ხშირად სამართლიანი არის მისი განცხადებები, ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მისი განცხადებები არა მარტო რადიკალურია, არამედ არის მოკლებული ყოველგვარ ლოგიკურ ჭეშმარიტებას. აი ეს არის ყველაზე ცუდი. არ შეიძლება იცით, ადამიანმა ცუდად ილაპარაკო ერზე, ეს არასწორი იქნება და მე არასდროს არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ შეურაცხყოფა მივაყენო ოსურ საზოგადოებას, მაგრამ ცალკეულ პირზე მე შემიძლია ვისაუბრო, ამიტომ მათი ხელმძღვანელობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძღვნის. ისეთი გამონათქვამები აქვს მათ. აი უბრალოდ ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან, ყველა მისის ეს რომ მარტო მისის, როდესაც მათ ჩაატარეს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი რაღაც აღლუმი და ღონისძიება. სამარცხვინო იყო, იცით? სამარცხვინო იყო, იმიტომ რომ მთელი თავისი იდეოლოგია, მთელი თავისი შინაარსი, რუსეთიდან შემოყვანილი ტანკი გამოიყვანეს აღლუმზე. ნუ არასწორია. ჩვენი მხრიდანაც მინდა კრიტიკა აღნიშნო, რომ აქამდე არ უნდა მიეყვანა ჩვენ ხელისუფლებას საქმე, რომ მათი შემოსვლა უნდა აელაგმა მაშინ, როდესაც ხორციელდებოდა ამ ტექნიკის და ჯარის და ნაწილების შემოყვანა. აელაგმა როგორ? აელაგმა უნდა მიეღო ის გადაწყვეტი და რას გააკეთეს მერე გახსოვთ, ხო, შემოყვანილი ხალხი წასულისნი, რომ მათ პრობლემები შეუქმნეს გასვლასთან დაკავშირებით გახსოვთ. ამიტომ ეს ღონისძიება მათ უფრო ადრე უნდა გაეტარებინეს. შემოსვლის დროს უნდა აღიქვეთოთ მათი შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ჩვენი ტერიტორია, ამას მთელი მსოფლიო გაერო და ისინი თავის თავს აღიარებენ. მათ არავინ არ აღიარებს თავის გარდა და აფხაზეთის და დნესტრისპირეთის გარდა. ეს არის ჩემი შეფასება. დიახ, და საინტერესო იქნება, როგორც ყველასთვის ცნობილია, ზუსტად ამ სამხედრო საზეიმო აღლუმის მეორე დღეს ცხინვალის დე-ფაქტო რესპუბლიკამ გაავრცელა განცხადება, რომ ქართველების მხრიდან იყო პროვოკაცია და აფეთქდა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჭურვი. აი ამას თავისთავად ცხადია გამოახმოვა ცენტრალური ხელისუფლება მაშინვე და თქვა, რომ ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საინტერესოა, როგორი არის თქვენი პოზიცია, რა უნდა და ამით გოგოიც ეთქვა. გოგოიც ამით უნდა და ეთქვა, რომ აი მე ვარ მშვიდობის მოყვარული პიროვნება და მე მევძვის ეს სისხლისწველი საქართველო. აი ეს უნდა ეთქვა, იმიტომ რომ ჩვენ ხელისუფლებაში დიდი ბოდიში ასეთი გამოდის, არავინ არ არის ისეთი სულელი, რომ თავის საწინააღმდეგო ჩაიდინოს ამ მოქმედება. და გამორიცხულია, რომ ჩვენი მხრიდან ყოფილიყო ასეთი აქტიურობა. ეს თვითონ დადგეს რაღაცა უნიჭო სპექტაკლი, დადგეს ეს უნიჭო სპექტაკლი და ნუ რაც მიიღეს ჯერჯერობით აგიხედავთ რაც მიიღეს. ტელემაყურებელი რეკავს ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დიახ, მოგესალმებით. ვირცე კითხვა? დიახ, გისმენთ თქვენ პირდაპირ. ბატონო ბესო, თქვენთან მოგკითხვა. კოკოიც ლანძღავთ, მაგრამ კოკოითი 2-5 სიგარეტის გულისთვის ადამიანს არ იჭერს.
მაგას ხომ უნდა მისცეთ, მხედველობაში ხომ უნდა მიიღოთ ეს ყველაფერი. ქართველი ადამიანი, რომელიც გაჭირვებით გამოიტანს 2-5 ციგარეს, რომ პურის ფული დარჩეს ოჯახში, დაიჭერენ და ციხეზე გზავნიან. რამდენად მართალია? ეს არის თუ გაჭირვებიდან არ არის გამომდინარე ეს ყველაფერი. კონტრაბანდა არის კამაზებით რო ზიდავენ და 2-5 სიგარეტი კონტრაბანდა არ არის. უნდა გაიგოთ ადამიანების სოციალური მდგომარეობა და მერე დაიჭიროთ ციხეში ჩასვლა. ძალიან თქოს, განიხილეთ ეს საკითხი პარლამენტში. დიდი მადლობა ქალბატონო. გასაგებია ქალბატონო, მე ნაწილობრივ თქვენ გეთანხმებით და რა კუთხით გეთანხმებით, იცით? დღევანდელ გაზეთში არის ქალბატონ ნინო ბურჯანაძის სტატია, რომელიც წერს, რომ 4 ბოთლი ლუდისთვის 14 წლის ბიჭი 4 წლის ციხეში არ უნდა გაუუშვა და მე მას ვეთანხმები. არის დანაშაული, რომელიც არ იმსახურებს ისეთ ქმედებას, როგორცაც აწარმოებს ჩვენი სახელმწიფო. მაგრამ მეორე საქმე თქვენ დამეთანხმეთ, რომ ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდი, ეს შემოგონილი არ არის ეს გამოთქმა, ეს კაცობრიობამ შექმნა ეს გამოთქმა, რომ ორივე ქურდი. ამიტომ ის 2-5 სიგარეტს გადმოიტანს კონტრაბანდით ერთ მანქანას, ორივე შემთხვევაში ის არის დამნაშავე. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ სახელმწიფო ვაშენოთ, კანონის მიმართ ყველამ უნდა ვიყოთ თანასწორი. და მე არ უნდა დამებადოს იმის მოთხოვნილება, რომ 2-5 როგორც ბრძანებთ რაღაცი, 2 შეკვრა სიგარეტი რომ გადმომავს მარცხენა გზები და გამარცხენებული. ეს მე ვთვლი რომ არის დანაშაული. ჩვენ თუ გვინდა სახელმწიფოს აშენება, ყველამ უნდა დავიცვათ კანონი და ჩემთვის ისე ვიმეორებ პირველ გამოთქმას. ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდია. მე ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობ. ახლა საზოგადოების სხვათა შორის მოვცილებ საზრიმასთან დაკავშირებით, რომ იჩაგრება მხოლოდ საზოგადოების ის ფენავითაც მოხდა მცირე რაოდენობით და მაინც შემოდის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. თვითონ ფინანსური პოლიციის მუშაობას, აი თქვენ როგორ შეაფასებთ საინტერესოდ? ისეთ რას გეტყვით, ეხლა ჩვენ თუ აი ესე ჩაუღრმავდებით თითოეულ საქმეს, ნაწილობრივ თქვენ შეიძლება სწორი იყოთ, რომ აი ამ არეულობაში შეიძლება ვთქვა დიდი ტვირთმა გადმოკვეთოს საზღვარი, არავითარი ვთქვათ მას პროცედურა არ ჩაუტარდა და ის მოხდეს ქართულ ბაზარზე. გეთანხმებით, არის ასეთი ცალკეული შემთხვევები, მაგრამ მე ვერ დაგეთანხმებით თქვენ და თქვენ ვერც მე თქვით რომ ეს არის მასიური შემთხვევები. შეიძლება 1-2 გამოდის, მაგრამ მასიურად მასე არ არის და მე ვერ დაგეთანხმებით. რაც შეეხება საფინანსო პოლიციის მუშაობას, მე არ მინახია სახელმწიფო, სადაც რომელიმე მოქალაქე კმაყოფილი იყოს ფინანსური პოლიციის მოქმედებით. ასეთ სახელმწიფო არ არსებობს ბუნებაში, იცით? როცა დამჟელის მიმართ დაჟილი არასდროს კმაყოფილი არ იქნება. ეს გამორიცხული. ამიტომ მე ვთვლი, რომ ფინანსური პოლიცია, რაც ამოქმედდა საქართველოში, ძალიან სწორად მუშაობს. მე ასეთი საბერძნელი მაქვს და პირდაპირ მის უფროზე, რომელსაც მე დავიბრალებ, მე მაქვს ამის უფლება, გარკვეულწილად ჩემი გაზრდილი არის ბატონი დათო კეზერაშვილი. ამაში ბატონი რატის დამეთანხმება. ამიტომ აბსოლუტურად სწორად იქცევა ფინანსური პოლიცია. თუ გავავლენთ პარალელებს თუნდაც გასულ წლებთან, შეიცვალა თუ არა სიტუაცია? მოგახსენებთ მაგ კითხვასთან დაკავშირებით უბრალოდ 2 სიტყვით თუნებას დამტყავთ. უკვე ვართ ეთერში. დიახ, თქვენ გიდოდათ განსაშემ. 2 სიტყვით გამოვეხმაურებ იმ სატელეფონო ჩართვას და ქალბატონის მოსაზრებას, რომელმაც ბრძანა იმ კონტრაბანდასთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს და სახელმწიფო იჩენს არაკეთილ მდგომარეობას ან თუნდაც არასწორ მიდგომას, როდესაც აპატიმრებენ ადამიანს 2-5 სიგარეტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის ხელისუფლება, მართლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ისე როგორც არც ერთ ბოლო პერიოდის საქართველოში ყველაზე მეტად მიაქვს ხალხის გასაჭირი, ყველაზე მეტად ზრუნავს მათ სოციალური პრობლემების გადაწყვეტას. მაინც მე ვიტყვი, რომ არ შეიძლება ჩვენი სოციალური პრობლემების მოგვარება ვცადოთ საქართველოს ეკონომიკის დანგრევის ხარჯზე და ამ გზით წავიდეთ. კონტრაბანდა არის უმწვავესი საკითხი საქართველოში, მით უფრო ამ რეგიონში განსაკუთრებულად წავედ დგომი და თუ ჩვენი ხელისუფლება ვერ მოახერხებს იმას, რომ აღკვეთოს კონტრაბანდული ტვირთის შემოდინება საქართველოში. მათ შორის ეს იქნება დიდი რაოდენობით თუ მცირე რაოდენობით. თუ ჩვენ ვერ მოახერხებთ, რომ ჩვენს ეკონომიკას ეს ჭია მოვაშოროთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკა დაიგროვა და რა თქმა უნდა, ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატის შექმნაზე საქართველოში და
ვთქვათ, რაიმე სახის აღმშენებლობაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება. ამდენად მე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რა არის ვთქვათ გაჭირვება ერთის მხრივ და რა არის უკანონო გზით ვთქვათ განხორციელება და მიღება იმის, რომ როგორღაც ჩვენ გამოვიდეთ ამ გაჭირვებიდან. მე მესმის ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვთქვათ სხვა საშუალება არ აქვს და რა თქმა უნდა ესეთი ძალიან ბევრია საქართველოში, ვისაც სხვა საშუალება არ აქვს და ელემენტარულად ვთქვათ ყვების საკითხი უდგას დღის წესრიგში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ შეიძლება ჩვენ თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც კანონდარღვევის გზით წავიდეთ და ამით ვეცადოთ ვთქვათ ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს არის ერთგვარი მენტალიტეტის კრიზისი, როდესაც საზოგადოება ამბობს, რომ აი 2-5 კონტრაბანდისტვის რატომ უნდა დავიჭიროთ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, თუ ერთი ადამიანი შემოიტანს 2 ყუთს და ამისთვის პასუხს არ მოთხოვთ. მეორე ადამიანი შემოიტანს მეორე დღეს 2 ყუთს. მესამე ადამიანი შემოიტანს 4 ყუთს. ეს უკვე მიიღებს შეუქცევად ხასიათს. ამიტომ სახელმწიფოს ამოცანა არის აღკვეთოს ყოველგვარი დიდი თუ მცირე ზომის კანონდარღვევა. რაც შეეხება ისეთი ტიპის შემთხვევებს, როგორზეც ბატონო ვესომბრძანა, რომ ვთქვათ 4 ბოთლი ლუდის ან რამე სხვა სახის მოპარვისთვის არ შეიძლება 4 წელი იჯდეს ციხეში ადამიანი, რა თქმა უნდა, მორალურად და ადამიანურად ყველა უგებ და ეს მართლაც ასეა, თუმცა არსებობს სასამართლო, რომელიც იღებს და არსებობს გამოძიება ასეთი ტიპის საკითხებზე გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს უფლება და არ დავამორჩილოთ მათ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება იმას, რაც თქვენ თან ჯერ მოგусმინა ტელემაყურებელს, რომელიც პირდაპირ ეთერში ეკავა, შემდეგ გამოვიდა. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ, ხომ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. ბატონობესო, გამარჯობათ. მე მეუნება, დიახ, გამარჯობათ. ბატონობესო, ერთი ესეთი საკითხია, როდესაც ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთზე, რატო ჩვენი მთავრობა ან ჩვენი პარლამენტი არ აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში ცხინვალში 5-5 ოჯახი ოსური ცხოვრობდა, ისიც რომ მხოლოდ მოჯამაგირეები და ესე დახვარე ხალხი. ეხლა როდესაც ესენი იძახიან, ეს არის ჩვენი სამშობლო, ეს არის ისტორიულად ჩვენი და უნდა შევერთა ჩრდილოსეთ. ალბათ ჩვენმა მთავრობამ და პარლამენტმა უნდა ოფიციალურად უნდა დაუდავსოს თქვას, რომ ეს არის ძველი ქართული, ფიტები და ეს არის სულ ყველაფერი მოგონილი ამბავი. არ ვიცი მე თქვენ როგორ უყურებთ მაგამას, მაგრამ მე ძალიან მწყის და ძალიან ტკივა გული მაგესალმე ჩვენ რომ ვჩუმდები. საქართველოს ეს და ხმამაღლა განაცვლად, მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია, რა პოზიცია და როგორ პოზიცია არის პარლამენტში. გამიგი შეგიხო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის და აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენ ზარს, აბსოლუტურად, რომ აი რაც შეეხება აფხაზეთის საკითხს, ამ საკითხში აფხაზები გაცილებით მართალნი არიან ჩვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიულად ყოველთვის იყო აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფო. ალბათ თქვენ დამეთანხმებით, ეხლა მე თქვენი ხმა არ მესმის, მაგრამ ვიცი რომ მეთანხმებით ამ განსაზღვრაზე. ხოლო ეს ტერიტორია სამაჩაბლო, ეხლა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, ეს არის კომუნისტების მიერ თავის დროზე თავმოხვეული თავის ტკივილი საქართველოსის, თავის დროზე. იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არც ერთი ოსი ამ რამოდენიმე საუკუნის წინ მანდ არ ცხოვრობდა. და თუ კარგად გაიხსენებთ 90-იანი წლების აი გარიჟრაზე, ჩვენი კონფლიქტი სწორედ დაიწყო მაქედან, იმიტომ რომ ჩვენი ბევრი ისტორიკოსი მიანიშნებდა იმას, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, აღარ გავიმეორებ თქვენ საუბარს. და მაშინ იყო კონფლიქტის დაწყების წინ ეს იყო ერთადერთი თუ შეიძლება ასე ითქვას, ნაპერწკალი, რისგანაც წარმოიშვა ეს კონფლიქტი, ხოლო ოსები ამტკიცებდნენ საპირისპიროს, მიუხედავად იმისა, მათ ისტორიული მასალები არ გააჩნიათ. მე ასე გაგცემთ პასუხს, რომ ეს კარგი იქნება, რომ მარტო ჩვენ კი არ ვსაუბრობთ, თქვა მე და თქვენ ამ თემაზე, ამაზე უნდა საუბრობდეს სოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება, რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ოსეთი ეს არის ყურმოთრეული სახელმწიფო, რომელიც შექმნა საბჭოთა კავშირმა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში და ჩადო ეს დიდი ნაღმი, რომელიც დაჭირდებოდა, როცა დაჭირდებოდა, მაშინ ამოქმედა. ამიტომ მე აბსოლუტურად გეთანხმები თქვენ. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ მე თვითონ განვაცხადე სურვილი, მე უთხარი პარლამენტის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომ შემიყვანონ იმ კომისიაში, რომელიც შეიქმნა პარლამენტში, ანუ
კონფლიქტების დარეგულირების კომისია. მე თვითონ მოვითხოვი ამ კომისიაში შესვლა და სწორედ ის აზრი, რომელიც თქვენ ახლა გამოთქვით, მე ამ აზრს აუცილებლად მივიტან ამ კომისიაში, რომ ჩატარდეს სერიოზული იდეოლოგია და ურთიერთობა საზოგადოების ქვეყნებთან, როგორც მოგახსენეთ, რომ ეს საკითხი წამოწეული იყოს წინა პლანზე. ასე რომ მაქსიმალურად ვეთანხმები თქვენ შენიშვნას. მადლობა. გასაგებია. და ბატონ რატი როგორი იქნება თქვენი შეფასებები კოკოიჩის მთავრობაზე? გასაგებია პოზიცია თითქმის ერთნაირია, მაგრამ მაინც. კოკოიჩის მთავრობაზე შეფასებები ისე როგორც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის და ამ საკითხებში საბედნიეროდ მაინც ოპოზიციასაც პოზიციას ყოველთვის გვაქვს ხოლმე კონსენსუსი. ეს რა თქმა უნდა არ არის ადამიანი, ვისთანაც საუბარი შეიძლება ასე ვთქვათ თანაბარ პირობებში. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს არის ადამიანი, რომელიც იმართება, არ არის რა თქმა უნდა თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი. იმართება სხვა სახელმწიფოს ასე ვთქვათ გარკვეული წრეების, განწყობის და ინტერესების შესაბამისად. ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ახორციელებს იმ ტიპის პროვოკაციებს, რომელზეც თქვენ ბრძანეთ საუბრის დასაწყისში ჭურვის აფეთქებასთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ რა არის ჩვენი მთავარი არგუმენტი. ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ ქართულ ხალხს გვინდა ზმური თანაცხოვრება, ისე როგორც ჩვენ სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, ოს ხალხთან ერთად. მაგრამ კოკოიჩის მიზანი არის რა? რომ თქვას, აი საქართველოს ხელისუფლება, მის საზოგადოება მუდმივად გვესხმის ჩვენ თავს. აფეთქებენ ჭურვებს, გვესხმიან თავს. უნდა რომ საზოგადოება განაწყოს საწინააღმდეგოდ, მაგრამ ჩვენი მთავარი არგუმენტი და ღირსება არის სწორედ ის, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, რომელიც ენის მოჩლექვით დაელაპარაკება ამ ტიპის კრიმინალებს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც ყავს თავმოყარე ხელისუფლება. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც ყავს თავმოყარე პრეზიდენტი. მე შეგახსენებთ ჩვენი პრეზიდენტის რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან იმ მოლაპარაკებათა პროცესებს თითქოს, რომელიც უნდა გამართულიყო კოკოიჩს, თქვათ, ბაგავსსა და სააკაშოს შორის, თქვა, რომ ასეთი მოლაპარაკებების ადგილი არის მხოლოდ და მხოლოდ თბილისი და რომ ის არსად წასვლას ამ ადამიანებთან სალაპარაკოდ არ აპირებს და რომ კოკოიჩის, ბაგავსის და ყველა ამ ხელისუფლების წარმომადგენლის ალტერნატივა არ აქვს გარდა იმისა, რომ ესენი დღეს თუ ხვალ მოშორდებიან იმ ადგილებს, სადაც არიან დღეს მომსწრები, სადაც ახორციელებენ თავიანთ ბინძურ პოლიტიკას და პროვოკაციას და მხოლოდ ამაზე არის აგებული და ალბათ ყველაზე კარგ შემთხვევაში დაბრუნდებიან იმ, ასე ვთქვათ, სპეცსამსახურებში რიგით თანამდებობებზე, რომლიდანაც იმართებიან ისინი. შესაბამისად, კოკოიჩზე როგორც ჩემი, როგორც პარლამენტის წევრი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა არის რადიკალური, ისე როგორც მთელი ქართული საზოგადოების, უბრალოდ საბედნიეროდ ჩემი აზრით იგი არ გამოხატავს ოსი ხალხის ინტერესებს და ნებას და რა თქმა უნდა ოსი ხალხის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა და ხარისხი არის ისეთივე, როგორიც ჩვენ თანასწორ ურთიერთობებში და პირობებში წარმოგვიდგენთ. ეს არის ძალიან კარგი ხალხი თავისი ბუნებით, ეს არის ძალიან ნიჭიერი ხალხი თავისი ბუნებით, ძალიან შრომელი ხალხი თავისი ბუნებით და ღირსეული ხალხი. უბრალოდ უღირსი, ასე ვთქვათ, დე ფაქტო ხელისუფალი ყავთ მათ. რა თქმა უნდა, მას არავინ არ აღიარებს, მაგრამ აღიარებს და რამდენად საშიშია თუნდაც ეს დე ფაქტო რესპუბლიკა თავისი კრიმინალებით, როგორც თქვენაც ეუწოდებთ, ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მხედველობაში მიიღო თუნდაც გორში თებერვლის თვეში მომხდარი ტერაქტი. მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მოსალოდნელი საფრთხე, რომ ასეთი თავზე ხელაღებული ადამიანებისგან, რაიმე სახის ამ ტიპის მოქმედებებისა უთუოდ არის მაღალი. ესენი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს, მაგრამ კარგი მასალაა იმისთვის, რომ მიღებული გადაწყვეტილებები და მათ შორის ამ ტიპის, ვთქვათ, გადაწყვეტილებები შეასრულონ. ამდენად დამზომით ეს ადამიანები არიან საშიში და ქართული სახელმწიფოს ამოცანა გახლავთ ის, რომ როგორღაც მოახერხოს ასეთი ტიპის დანაშაულის პრევენცია და როგორღაც მოახერხოს განეიტრალება. თუ ჩვენ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, თუ ჩვენ გვექნება
ასე ვთქვათ, კარგი დაზვერვა, თუ ჩვენ გვექნება კარგი შეიარაღება, თუ ჩვენ გვექნება კარგი ინფორმაცია და ასე შემდეგ. თუ ჩვენ დავდგებით ფეხზე, რა თქმა უნდა, ამ ტიპის საფრთხის ალბათობა უფრო მეტად შემცირდება. იმიტომ რომ სახელმწიფო როდესაც დგას ტერორიზმის საფრთხე, რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს უდიდესი საფრთხე არა თუ ჩვენ ისეთი დიდი სახელმწიფოების, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დაზღვეული ამისგან არა. ეს არის ყველაზე სუსტი წერტილი ნებისმიერი სახელმწიფოს თავდაცვის უნარიანობაში, როდესაც თავზე ხელაღებული მართლაც ავანტიურისტთა ჯგუფი განიზრახავს, დაგეგმავს და შეასრულებს ვთქვათ, მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ რაიმე ოპერაციას, რომელსაც მოუყვება მშვიდობიანი ადამიანების სვერტ. ბატონობის როგორ იქნება ამ თემაზე თქვენი შეფასება? კოკოითან დაკავშირებით. კოკოითის თავრობა რამდენად საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მხედველობაში მივიღოთ იგივე ტერაქტი, რომელმაც სამწუხაროდ სვეტით დასრულდა გორში. ისიც ცუდი საქმის კეთებას მე რომ ვიტყვი ძალიან მარტივია, ძალიან მარტივი. ამიტომ ეს მათი მოქმედებები მარტივად რო შევაფასო, ეს არის არაკაცების მოქმედებები. მე იცით როგორ გეტყვით საერთოდ ცხოვრებაში ისტორიულად და ფილოსოფიურად ძალიან რთულია კარგი საქმის კეთება. კარგ საქმეს კარგი შემზადება უნდა, ცოდნა უნდა, ფიქრი უნდა, შრომა უნდა, გაფუჭება არის ძალიან მარტივი. ეს ალბათ დამეთანხმებით და მათი ხელისუფლების მხრიდან რომ გააფუჭონ საქმე, გადაკიდონ საზოგადოებები ერთმანეთს, ეს ძალიან ადვილია და მათ ადვილად გამოუვიდა. რადგან სწორი ბრძანა რომ ტერორიზმი ისეთი ცუდი სენია, 21 საუკუნის სენია, თქვენ იცით, მთელი მსოფლიოში არის მოდებული ეს სენი და ისეთმა ზეხად სახელმწიფო როგორც ამერიკამ არის, ის ვერ გაუმკლავდა და ინგლისი ვერ გაუმკლავდა, თქვენ იცით, როგორი ტერორისტული აქტებია მთელ მსოფლიოში. ესეც არის ერთ-ერთი პატარა ტერორისტული პატარა დაჯგუფება, რომელიც ამ ცუდ საქმეს მარტივად აკეთებს. ამიტომ მე არ ვიტყვი, რომ ეს არ არის პრობლემა, ეს სერიოზული პრობლემა, ამას უნდა სერიოზული ბრძოლა და ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართული, აი მე პარალელს გავოლებ, როდესაც ბევრი ტელემაყურებლები შეიძლება დამეთანხმოს, ბევრი არ დამეთანხმოს, როდესაც ჩვენი ჯარი გაიგზავნა ერაყში, მშვიდობის მომხრეები 600 კაცი მგონი. და ბევრი უკმაყოფილო იყო, რა უნდა ქართულ კაცს ერაყში, როდესაც თვითონ ამ მთელი რიგი პრობლემებია. სწორედ ამას შეცაგვი. ჩვენ გლობალურად უნდა ჩართული ვიყოთ ამ ბრძოლაში, რასაც ქვია ტერორისტთან ბრძოლა. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ოსეთის რესპუბლიკას. სახელმწიფო სასიამოვნოა, რომ გორში მომხდარი ტერაქტი მაინც გაიხსნა, ჩვენ ტელემაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ. საღამო მშვიდობისა. გამარჯობათ. ერთი საკითხი მაინტერესებს, ასე ვთქვათ, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ხალხის ხელისუფლება ვარო, თანაც ჭეშმარიტად ხალხის. ალბათ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში რაღაც 30% მაინც უნდა იყოს ხალხის უშუალოდ ხალხის წარმომადგენელი. მინისტრებიდან არც ერთი არ არის ხალხის წარმომადგენელი. ასე ვთქვათ, გაჭიროება თუ არ იცის ხელისუფალი განა 99%-ს გაუგებს ან ეკონომიკას გამოიყვანს, ასე ვთქვათ, გაჭიროებული მდგომარეობიდან, რაღაც ცოტა, ასე ვთქვათ, არარეალურ რაღაცას ლაპარაკობთ. ანუ რაც გთავაზობთ. უმაღლეს ხელისუფლებაში ცოტა 30% მაინც შეიყვანეთ, ის ინტელიგენცია იქნება, ცოტა გაჭიროება ვინც გამოიარა. თორემ მილიონერების აშენებული ქვეყანა მე არ მინახია. აი აშენებულ ქვეყანას კი მილიონერები შეიძლება კარგად განაგონ და ასე ვთქვათ რაღაცები დაალაგონ, მაგრამ გაჭიროებულ ქვეყანას მილიონერები ვერ გამოიყვანენ. მე ასე მგონია და თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებაში არიან ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან რა არის პრობლემა? ავიღოთ მინისტრებიდან არც ერთი არის ისეთი მინისტრი, რომელიც საერთოდ ან უმუშავრობა, ან მშიერი იყო, ან გაჭიროება იცოდეს. მათი მშობლებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ფუფუნებაში გაზრდილი ხალხია ყველა და 1%-იც არ არის, ერთი ადამიანი არ არის მათ ხალხის წარმომადგენელი. გასაგებია, გმადლობთ თქვენი მოსაზრების გამოთქმისთვის, როგორ იქნება თქვენი? არ ვიცი, ცოტა გაუგებარი შეკითხვა იყო დიდი ბოდიში, პატრიცემ რესპონდენტთან, მაგრამ გაუგებარი იყო ახლა.
დავიწყოთ ჩამოთვლა ვინ არის გაჭირებაში გაზრდილი, მე ასე გავიგე. როგორ უნდა ჩამოთვალო? მაგალითად, მე თითქმის ყველას ვიცნობ ამ მთავრობის წარმომადგენლებს, დავიწყოთ თქვენთვის ყველასთვის ნაცნობი ირაკლი ოქროაშვილი. ირაკლი ოქროაშვილი ახლა ვერ მეტყვის, რომ მილიონერის შვილია. მე მასთან ოჯახშიც ვარ ნამყოფი, როცა მას ბაბო გარდაეცვალა, ოჯახში უსიამოვნო ჰქონდა, ეს არის რიგითი სოფლის წარმომადგენელი, ირაკლი ის არის მილიონერის შვილია? არ ვიცი. მე ვარ ნამყოფი, აი კონკრეტულად ვანო მერაბიშვილის ოჯახში, სადღაც სოფელ უდეში. გადასაკარგავში იმხელა წყლაპო იყო, რომ ავედი 5 კაცს მივყავდი. რა არის ვანო მერაბიშვილი და მილიონერის შვილია? ესე გაუგებარია შეგიძლია, იმიტომ რომ თქვენ რო ამბობთ, რომ ვინ არის მილიონერი მითხარ და მაშინ კონკრეტულად გაგცემთ, აი ორი კაცი დაგისახელეთ, უბრალოდ არ მახსენდა ახლა მინისტრის გვერდით მითხარი სხვა ვისაც ვიცნობ და გეტყვით, რომ როგორი ოჯახის წარმომავალი ისა. ორი კაცი გითხარით, ორი პოპულარული მინისტრი, რომელიც არის გაჭირებაში სოფელში გაზრდილი ახალგაზრდები, რომლებმაც ქვეყნის ფეხზე დააყენეს ქართული სახელმწიფო. ქართული ჯარი ფეხზე დგას და ქართული პოლიცია რო ფეხზე დგას, ყოველ ფეხის ნაბიჯი იგრძნობა. ალბათ ორი კაცის წარმომავლობა გითხარით და გაგეცეთ პასუხი. მე მგონი რომ აბსოლუტურად სწორი ვარ. დიდი ბოდიში რომ ასე გიპასუხეთ. და ბატონო თქვენ ხომ არ დაამატებით ეკონომიკურად გაჭირვებული წარმომავლობის მინისტრების სიაში. ეკონომიკურად გაჭირვებული. თუნდაც ახლა არ ვიცი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება და მათ შორის ამ შინაარსის კითხვებიც რო დაიშვას. ასტემიროვა. იმაზე გაჭირებული ორი კაცი დავიზრუნე საქართველოს. ეთერასტემიროვა. მე არ ვიცი, მილიონერი ასე ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლების საქართველოში. თუნდაც ადამიანად ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, არ ვიცი, საქართველოში ხანდახან პრობლემაა, რომ კაცს თუ აქვს ვთქვათ რაღაც გარკვეული ქონება, ეს არის პრობლემა. ეს პრობლემა არ არის. პრობლემა არის ის, თუ ადამიანს აქვს უკანონო გზით მოპოვებული ქონება. თუ ადამიანს და ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც აკეთებს კონკრეტულ საქმეს, პარავს ხალხს და იგპარავს ბიუჯეტს და მიაქვს სახში. აი ეს არის პრობლემა, თუ ადამიანმა თუ პატიოსანის შრომით იშოვა, თქო დააგროვა სიმდიდრე, არ არის პრობლემა. თუ თქვენ ბრძანეთ გააგრძელებდიო სიას, ხა არ ვიცი, ბატონი ოქროაშვილი, ბატონი მერაბიშვილი, ბატონი ასტემიროვა გაიხსნა. მე მოგაშველებდით, ვთქვათ, გენერალურ პროკურორს საქართველოსაც ბატონ ზურა სახში. ზურა ადეიშვილს იმასაც ვიტყვი. ბატონ ზურა ადეიშვილთან ვარ ნამყოფი სახში სიგნალში. არა, ყვარელში. ყვარელში. ეს არის რაღაც ერთსართულიანი ოროთახიანი ბინა, მამისი ჩია რაღაცნაირი სოფლის კაცი და იმას გამოვიდა ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭი, გასულა. ზურადეიშვილი მილიონერის შვილია, ნამდვილად ვერ ვიცი. ნამყოფი ვარ მასთან ოჯახში. ერთი ჭიკა ღვინო 3 წელი, პატარა ისეთი მოსკოვული სოფლის სახლია. რა მილიონერია ზურადეიშვილი. გასაგებია თქვენი პოზიცია, ალბათ იმედია მიიღო. ბოდიშ უხდი რასებია ეს. კიდევ ტელემაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, დიახ, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიახ. ალო. ისმენთ თქვენ. მოგესალმებით, ბატონ ბესოსთან გვაქვს ერთი შეკითხვა თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებით. რა ფაზაშია და დაახლოებით, მოკლედ თუ გეტყვის, დაახლოებით რა ტიპის კანონს მიიღებს ალბათ პარლამენტი, მიიღებს პარლამენტი. კი ბატონო, მოგახსენებთ დღეს ზუსტად სამწუხარო 8 საათზე არის პოლიცსაბჭოს ხდომა, რომლის წევრები მე და ბატონი რატის გახლავართ. დღეს იქნება პოლიცსაბჭოზე ამ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონ პროექტის ძირითადი ნაწილები. ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცით, მაგრამ შემიძლია წინასწარ ის რამოდენიმე პუნქტი მოგახსენოთ, რომელიც უკვე ყოველ შემთხვევაში არ გაგვიხილია, მაგრამ საუბარი არის. ყველა მიცით, რომ საქართველოში შემცირდება დეპუტატთა რაოდენობა. ეხლა არის თქვენი 235 და საქართველოში იქნება 150 დეპუტატი. რომ თვლით, რომ აბსოლუტურად საკმარისია ქართული პარლამენტის მართვისთვის, ალბათ დამეთანხმებით. ამ 100 დეპუტატიდან 100 იქნება პარტიული სიები და 50 იქნება მაჟორიტარი. ეხლა არის 75 მაჟორიტარი, ისევე როგორც არის საქართველოს დარაიონება. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ 75 მაჟორიტარი არ ჭირდება ქართულ პარლამენტს, მოგახსენებთ რატომ. კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, გლდანში არის 120,000 ამომრჩეველი და მას ყავს ერთი დეპუტატი, ბატონი კობა დავითაშვილი და ყაზბეგის რაიონში არის 3,000 ამომრჩეველი და მასაც ყავს ერთი დეპუტატი. რა ნონსენსია, ხო
120,000 კაცს ყავს ერთი დეპუტატი და 3000 კაცს ყავს ერთი დეპუტატი. არასწორია ალბათ დამეთანხმებით. ამიტომ მოხდება მაჟორიტარების გამსხვილება თუ შეიძლება ასე ითქვას და ეს იქნება ასეთი პრინციპი გვაქვს აღებული დაახლოებით ამას ასე ვფიქრობთ ეხლა მოგახსენეთ თბილისში არის 10 მაჟორიტარი დეპუტატი. ეხლა იქნება 5, ანუ მეტი ხალხზე გადანაწილდება, მე ვარ თქვა ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი, რო იქნება არჩევნები ღმერთმახას დამიჭიროს მე საზოგადოება მხარე, მე ვიქნები დიდუბე ჩუღურეთის მაჟორიტარი. თბილისში იქნება 5. სამეგრელოში იქნება 5, იმერეთში 6, აფხაზეთში 6, აჭარაში 5, თქვენს რეგიონში იქნება 2. ეს არის გამოწვეული, იმიტომ რომ რამდენი ამომრჩეველი არის რეგიონში, იმის მიხედვით. ეხლა თქვენ ყავს ბევრი მაჟორიტარი, ნოდარ გრიგალაშვილი, გორში ვინ არის ხო თქვენი მაჟორიტარი? პარტიაში. ჯუმბერ პატიაშვილი, გასმინძაში არის. ეს გაერთიანდება იქნება 2 წარმომადგენელი მაჟორიტარ დეპუტატებში. ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს, როგორ იქნება მართვა საკრებულოებში. აი ეს საკითხი დღეს უნდა გაგვეხილა დღევანდელ პოლიტსაბჭოს ფორმაზე, რომელიც 8 საათზე იწყება და სამწუხაროდ ამ მექანიზმის შესახებ ჯერჯერობით პასუხს ვერ გაგცემთ. აი მოკლედ თქვენ შეკითხვაზე. კიდევ ერთ ტელემაყურებელს მოვუსმინოთ. დიახ, გისმენთ თქვენ პირდაპირ. მოგესალმებით. დიახ. ბატონო ბესო, თქვენთან და ბატონ რატესთან მაქვს ასეთი კითხვა, ორი კითხვა მაქვს. პირველი, პენსიონერები ველოდებოდით სექტემბრიდან მომატებას პენსიების. მაგ საკითხზე თუ მიპასუხებთ და მეორე, რა მდგომარეობაში არის ანაბრების საკითხი პარლამენტში? მოგახსენეთ. ძალიან მტკივნეული საკითხია. რაც შეეხება პენსიების მომატებას, მე არ ვიცი თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. სექტემბერში არ იგეგმებოდა პენსიების მომატება, რაც შეეხება 2006 წელს, ჯერ მანამდე 2 თვეა და ამაზე ცალკე მოგახსენებ. მე პირადად ფსიქოლოგიურად და ადამიანურად უჭერ იმ პენსიების მომატებას იმ კუთხით, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი პარლამენტის წევრიც არ ეთანხმება ჩემ პოზიციას. მე უჭერ მხარს იცი და ჩემთვის გაუგებარია ეხლა ვთქვა 28 ლარი აქვს პენსიას კაცს რომელიც მთელი ცხოვრება შრომობდა და 28 ლარი აქვს პიროვნებას რომელსაც ცხოვრებაში არ უმუშავია. მე მიმაჩნია რომ არასწორი ასეთი მიდგომა რომ პენსია უნდა იყოს დამსახურების მიხედვით. ეს ჩემი პირადი პოზიცია, მე არ ვამბობ რომ ეს სწორი ვარ, მაგრამ დამსახურებას აქვს დიდი მნიშვნელობა პენსიების განაწილების დროს და ამ მეორე ვარიანტს დაუჭერ მე მხარს. ეხლა რაც შეეხება ანაბრების საკითხს, ეს არის ძალიან მტკივნეული თემა და მე მინდა თქვენი ტელევიზიით კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ნაციონალურ მოძრაობას წინა საარჩევნო პერიოდში არასდროს არ ქონია მესიჯი, რომ ჩვენ მოვალ ხელისუფლებაში და ხალხს დაუბრუნებთ ანაბრებს. ჩვენ ასეთი მესიჯი საზოგადოებაზე არ მიგვიწია, იმიტომ რომ აპრიორი ვიცოდით, რომ ამას ვერ განვახორციელებთ. იმიტომ რომ სახელმწიფოს არ აქვს იმის შესაძლებლობა, იმიტომ რომ თანხაც არ ზუსტად რამდენი არის გასაცემი, ზოგი ამბობს 14 მილიარდი დოლარი, ზოგი ამბობს 20 მილიარდი დოლარი, აბსოლუტურად არარეალური ციფრია. მე შეიძლება მირჩევნია გითხრათ სიმართლე, წარეს სიმართლე, მაგრამ იცოდეთ რომ სახელმწიფოს მისი გასტუმრების თავის სამწუხაროდ არ აქვს. ეს რომელიც შეჭამა წინა ხელისუფლებამ თავისი არასწორი მართვის გამო და გარკვეული პრობლემების გამო, რომელიც შეიქმნა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა რუსეთის საბანკო სისტემასა, ცენტრალურ საბანკო სისტემასა და ქართულ საბანკო სისტემას შორის, ეს არის ერთი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, რომელიც შეჭამა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს არ არის ისე, რომ მარტო ვთქვათ 5 ქართველმა შეჭამა ეს ტყულია. მე კი არ ვიცავ მათ, მაგრამ ვამბობ, ეს იყო არასწორი მენეჯმენტის შედეგი, რომელიც იყო ორ საბანკო სისტემას შორის და ეს იყო კრიმინალი, რომელიც ჩაიდინა რამოდენიმე ქართველმა სახელმწიფო მოხელემ. და ისე ვიმეორებ, ამის ეხლა ვთქვათ, ეს ხელისუფლება ყოველ შემთხვევაში ეს რამოდენიმე წელი ხელისუფლებას არ ეყოფა რესურსი, რომ ეს თანხები გაისტუმროს. ეს არის სამწუხარო სიმართლე. აი, ასე შემიძლია გავხსნათ პასუხი. პირველ რიგში შევეხები ანაბრების თემას. ძალიან მტკივნეული თემაა ჩვენი საზოგადოებისთვის, ტელემაყურებლისთვის. მე მინდა
გავიზიარო ბატონი ბესოს შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით ის რომ ჩვენმა სახელმწიფომ დაიწყოს მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტი ძალიან გაზრდილია და ვთქვათ გარღვევაა პრინციპში ამ მიმართულებით ჩვენმა სახელმწიფომ რომ დაიწყოს ახლა ანაბრების გასტუმრებაზე სრუმა ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ განათლების რეფორმის ჩატარებაზე ეს ნიშნავს იმას რომ უარი უნდა ვთქვათ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებაზე ეს ნიშნავს იმას რომ უარი უნდა ვთქვათ სამხედრო აღმშენებლობაზე რაც 10-15 წლით და შეიძლება სამუდამოდ გადაწევს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერ დანარჩენზე უარი უნდა ვთქვათ, უნდა გავისტუმროთ ანაბრები და ამასაც მოვახერხებთ მხოლოდ 2-3%. ეს იმხელა თანხა. ჩვენ უმძიმესი მემკვიდრეობა გვხვდა წილად. ჩვენ გვხვდა მემკვიდრეობა იმ პირობებში, როდესაც ჩემი თაობის ადამიანები იყვნენ მართლა ბავშვები. ამ დროს ადამიანები იპარავდნენ ფულს ვიქონდათ სახში და დღეს ჩვენ ვართ ვალდებული ყველაფერი ამის ვთქვათ დარეგულირებით და განაიტრათ. ჩვენ არ გაურბივართ პასუხისმგებლობას, ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ იქ სადაც შესაძლებლობა არ არის, ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ავიღებთ ვირტუალურ პასუხისმგებლობას. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული თანხები იმისთვის, რაც პრაქტიკულად არ არსებობს და ის რომ ანაბრების ინდექსაცია დაიწყოს დღეს, ხვალ ან ერთი წლის შემდეგ, ეს ასე არ და ვერ იქნება. მე მინდა რაც შეიძლება მე კითხვას გაიგოს პასუხი მაყურებლების, ამიტომ მოვუსმოთ კიდევ ერთ მაყურებლებს. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ. ბატონებო, ძალიან ყურადღების მოგისმინეთ, წეგან რომ ჩამოთვალეთ თქვენ მინისტრების ასე ვთქვათ სოციალური მდგომარეობა და გეტყვით რომ ეგ მინისტრები არიან საშუალო ფენისა, არც ერთი მათგანი მშიერი არ ყოფილა, უმუშევარი და ამ შემდეგ, ანუ რაღაცა ის ჰქონდა. და მიუხედავად ამისა, ასე ვთქვათ, მე ისიც გითხარით, რომ უმაღლეს ეშელონში ეს როგორც აღმასრულებელი, ისე პარლამენტი 30% თქვენ ვერ ჩამოთვლით. 99%, რომელიც ასე ვთქვათ, ნამდვილად რეალურად გაჭირვებული ხალხია, მათ შორის მეცნიერები და ამ შემდეგ. აკადემიკოსებს არ გულისხმობ, რომლებიც ასევე კარგად არიან. აი უფრო ცოტა ასე ვთქვათ დაბალ იმაში, მაგრამ ჭუით და იმით ნორმალურად თუ არის. აი მე მაგ ხალხს გულისხმობ. ხალხს რო იმასაც ვისაც რეალურად გაჭირვება უნახავს და თავის ერის ცხოვრებით ცხოვრობს. და აი ესეთ ხალხს თუ მიიწევთ მან, აი მაშინ ქვეყანაც წინ წავა, მე ამას გეუბნები. თქვენი სურვილი ძალიან დიდი მადლობა. დავამატებით რამეს? დავამატებდი ვინაიდან ორი უმაღლესი სამი უმაღლესი თანამდებობის პირის სახელდაგვარმა პატიცემულ პიროვნებას არაფერი არ უთხრა, შემიძლია ჩემ ფრაქციაზე ვილაპარაკო. ფრაქციაში მე მყავს რამოდენიმე კაცი, რომელიც ბოდიშ და კალოშები დათის პარლამენტში, იმაზე გაჭირებული, თან კომოცაზე გაჭირებული კაცი მე არ მინახავს. და მითხრა ამ ჩემი ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც არის მაჟორიტარი დეპუტატი ჭიათურის რაიონის, რომ მე არჩევნებში სულ დამეხარჯა 120 ლარი. თქვენ წარმოგიდგენთ 120 ლარი მოიგო კაცმა საპარლამენტო არჩევნები. ამაზე გაჭირებული რა უნდა იყოს კაცი პარლამენტში მოვიდა 120 ლარი დახარჯა. მეტი გაჭირებული თუ გინახიათ. ამიტომ არ ვიცი მე ერთ გეუბნები თქვენ მეორეს პასუხი. არის მეგობრებო. მოდით კიდევ ერთ ტელემაყურებელს მოვუსმინოთ იმედი ესმენთ დასვას კითხვას. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ. ეს გამარჯობა ბატონო ბესო. გამარჯობა. როგორც ვიცით, ეს ვიდეო აუწევთ ტელევიზორს თუდათეს დიახ. როგორც ვიცით, პროექტია შესული თეატრის შესახებ, კანონი თეატრის შესახებ პარლამენტში და რა დონეზეა ეს პროექტი და რა პერიოდში შეიძლება რომ ეს ყველაფერი მოვიდეს სისრულეში. კი ბატონო, ხალბატონო, სამწუხაროდ კანონი თეატრის შესახებ იმდენი ვიცი, რამდენიც იცით თქვენ, იმიტომ ეს კანონი ჯერ არავის არ უნახია. მე მქონდა საუბარი ნოდარ გიგალაშვილთან და მინდა გითხრათ სიმართლე, რომ ნოდარის აზრგეუნებით, რომ ეს კანონპროექტი ჯერ ოფიციალურად ნოდარესაც არ აქვს ნანახი, უпростоრად პარლამენტის კედლები ამ კანონს ჯერ არ უნახია. ამიტომ კანონი, რომელიც ჯერ ალბათ ვირტუალურად არსებობს და ქაღალდზე დაწერილი არავის არ უნახია, სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს კანონი ჯერჯერობით პარლამენტში არსებობს თეატრის შესახებ. და მოდით ვისაუბროთ შიდა ქართლის რეგიონის სამართალდამცველი ორგანო, ხშირი საკადრო ცვლილებები და საერთოდ კრიმინალური ფონდი. ეხლა არ მითხრა და ჯუღელი ცუდი პოლიციის უფროსი არის. მე ძალიან კარგი აზრის ვარ, შეიძლება ჯუღელი სამწინააღმდეგო აზრი გქონდეს.
მე ძალიან დიდ პატივს ამ ძალიან დიდ პატივს და სერიოზულად მუშაობ. მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე ჯუღელი ვარ. არა, ძალიან კარგად მუშაობ, მე ასე ვიცი. და სიმართლე გითხრათ, არც ვიცნობ მას. არ ვიცი, მამამის კი ვიცი თვითონაც. კრიმინალური ფონი თქვათ ალბათობა იმისა, რომ კრიმინალური ფონი ამ რეგიონში უფრო მძიმე იყოს ვიდრე სხვა რეგიონებთან შედარებით, რა თქმა უნდა, დიდია. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას მე ღრმად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ თქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ არც სამხარეო პოლიციის უფროსი ბატონი ჯუღელის არც მისი წინამორბედის საქმიანობას მხოლოდ ტელეეთერით ვადევნებდი თვალყურს და სხვა სახის ინფორმაცია მე არ გამოჩნია, მიუხედავად ამისა, ალბათ მე დადებითად შევაფასებდი, ეს დამოკიდებულება ჩემი განპირობებულია იმით, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს შინაგან საქმეთა მინისტრი მაღანო მერაბიშვილი, მისი სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისად მისი წარმომადგენლობა ამ მხარეში თავისთავად იქნება ეფექტურად მოქმედი. მე სრულად ვენდობი ვთქვათ მინისტრს და ამ სამინისტროს საქმიანობას. ჯურნალისტს უსწავლ ლაპარაკო. კიდევ ერთი ტელემაყურებელი არის ჩვენთან მადლობა. აუძიეთ რა. მოგესალმებით ყველას. შეკითხვა მაქვს ბატონო ბესო თქვენთან. შეიძლება არის თუ არა 65 წლიდან გადის პენსიაში ქალი ჯერ ერთი და მეორე კიდე სტაჟის მიხედვით პენსია დაინიშნება თუ არა? მადლობა. სტაჟის ქალბატონო მე წინასწარ მოგახსენეთ და მე ვდგავარ იმ აზრზე, რომ დამსახურების მიხედვით უნდა კონდეს ადამიანს პენსია. თქვენ ალბათ ნახავთ, როდესაც იქნება პარლამენტში ამ საკითხის განხილვა, მე სწორედ ამ კანონპროექტს დავუჭერ მხარს, რომელიც იმუშავებს დამსახურების და სტაჟის მიხედვით, რომ დაენიშნოთ პენსია. ეხლა რაც შეეხება ასაკობრივ იმას, იცით ეს ჩემ მოგონილი არა და კაცობრიობა მასე დაადგინა. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, მაგრამ აი 65 წელი მიჩნეულია იმ ასაკად, რომლის შემდეგ ადამიანი პენსიაში უნდა გადიოდეს და თქვენი მონამორჩილი, რომელიც ეხლა თქვენ გესაუბრებთ, ერთ 5 წელიწადში მეც გავალ პენსიაში და შევუერთები იმ საზოგადოებას, რომელმაც გადააბიჯა 65 წლის ასაკი. რას ეძახს ცხოვრება ასეა. ხოლო ის რომ ნამსახურების მიხედვით, გამოცდილების მიხედვით და სტაჟის მიხედვით რომ უნდა დაენიშნოს ადამიანს პენსია, მე ამას ნამდვილად უჭერ მხარს, ნამდვილად უჭერ. მოდით ვისაუბროთ საერთოდ სოციალურ-ეკონომიკურ, თუნდაც ბიზნესის სფეროზე, რომელიც თქვენ ასე ვთქვათ, საკმაოდ კარგად ხართ გასაცნობიერებული ამ საკითხში. როგორი არის ეს საკითხები და შიდა ქართლის რეგიონი რამდენად არსებობს ჩვენს რეგიონში, იმის რესურსი, რომ ეს ყველაფერი წარმატებულად ხორციელდება? მე მეკითხებით? კი ბატონო, მე ჩემ მოსაზრებას გაგაცნობთ ამასთან დაკავშირებით. ეხლა მე მოგმართავთ თქვენ შეკითხვით. ფეხბურთი გიყვარს სუყველას, ხო? ქართულ ადამიანს ფეხბურთი უყვარს და ვადევნებთ სოფლიო ჩემპიონატს, ევროპის ჩემპიონატს, თვალყურს და მივაქციოთ ყურადღება. აი ეხლა გაიხსენეთ, როდესაც სოფლიო ჩემპიონატი მიდის, არის ხოლმე რეკლამები გამოფენილი იმაზე სტადიონზე. აი თქვენ მიაქციეთ ყურადღება, როდესაც იაპონიის სახელმწიფო გამოფენს რეკლამას, იქ ძირითადად რეკლამა არის ტექნიკაზე, მიკროსქემაზე, ტელევიზორზე და ასე შემდეგ, ხო? როდესაც თქვა იტალიური რეკლამა მიდის, იქ მიდის ჩინზანოს რეკლამა, დასალევის, ისე ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი სპეციფიკა. აი, საიდან გამოვიდივარ მე? ამიტომ, როდესაც საუბრობთ ეკონომიკის აღორძინებაზე, მე ვთვლი, შეიძლება არასწორად, მაგრამ ასე ვთვლი, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ხელწერა. აი საქართველოს რისი სახელმწიფო? გეორგია. მიწის სახელმწიფო საქართველო. საქართველოში უნდა განვითარდეს ის მიმართულებები მრეწველობაში და ეკონომიკაში, რომელიც შინაგანად შენია. მეღვინეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა, ჩაი, ციტრუსი, მინერალური წყალი, ის რაც შენია და არავისგან შენამ ნედლეულის მოწოდება არ გინდა. აი მე რომ მინისტრი ვიყო, ასე დავაყენებდი საკითხს. თავის დროზე ვიყავი და ასე ვაყენებდი საკითხს. იცით, იმიტომ რომ ვთქვათ, საქართველოს შენ ჩადო ინვესტიციები, ფული ჩადო მიკროსქემის გამოშვებაში, როგორც მიონი უშვებდა ქარხანა. აზრი არის, იმიტომ რომ შენ ვერეზე გამოუშვებ ისეთ მიკროსქემას, როგორცაც უშვებს ჰოლანდია ან იაპონია.
ვერ გამოუშვა, ტყული უნდა თქვა. ამიტომ ჯობია ჩვენ პრიორიტეტი აი ესე უნდა იაზრუნოს ჩვენმა თქვა ეკონომიკის პროფილის მინისტრებმა, რომ ისე დარგებს უნდა მიცენ განვითარების საშუალება და პრიორიტეტი, რომელიც ქართველი კაცისთვის მისაღებია. ამ ქართლის მიწაზე დალოცვილი არის ხიდის წარმოება, დალოცვილი, ხო? ესე იგი მაქსიმალურად უნდა ჩადო შენ ინვესტიცია, რომ მეხილეობა განვითარდეს ამ რეგიონში. კონსერვი, ესე იგი აი მაგალითად თქვენთან საკონსერვო ფაბრიკა იყო და ეხლაც არის ძალიან კარგი, ქალი არის ესე იგი დირექტორი, გვარდა მაქვს და იცით, აი იმას უნდა დახმარება. და მე ესე იგი მაქსიმალური ყურადღება უნდა აი ეს არის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფო ბაზარი არ უნდა უშოვნოს წარმოებას. ეს არ არის სახელმწიფო. სახელმწიფო უნდა მოამაროვოს იგი თქვა საწვავი, ტრაქტორი უნდა იაფი გაუხადოს, შესაძლებელი ნივთიერება უნდა იაფი გაუხადოს. ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა, რომ ასე აღორძინოს ეს და მე მაგალითად ქვემო ხაზი თლიანად მეხილეობას დაუთმობდი თქვა გადამამუშავებელ მრეწველობას. აქ იყო თქვა იმაში ხაშურში მე რაღაც ფაბრიკა იყო, ეხლა გაპარტახებული. არ უნდა ხალხში უნდა იყოს ხოლმე მეხილეობა და უნდა იყოს გადამამუშავებელი მრეწველობა. რითაც შეიძლება ეს რეგიონი ფეხზე დადგეს. მე ასე ვუყურებ აი კონკრეტულად თქვენი რეგიონის განვითარებას. ეხლა ბატონო რატო როგორი არის თქვენი პოზიცია ამ კუთხით? შიდა ქართლი თავის დროზე და ალბათ ახლაც გამორჩეული იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონი იყო საქართველოში. მე კარგად მახსოვს, რომ გორიც ქალაქი გორი ითვლებოდა იმ საზოგადოებით დასახლებულ ადგილად, რომელიც ვთქვათ, ასე თუ იცის შეძლებულად გამოიყურებოდა. ეს ყოველთვის ასე იყო ტრადიციულად. საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი? თითოეულ გორელს ძალიან კარგად შეუძლია გაიხსენოს, რითი სულგუნობდა გორი, რითი იყო აქ შემოსავლები და რაზე იყო მიბმული ძირითადი ნაწილი საზოგადოების ოჯახების კეთილდღეობა. ეს იყო ის, რაზეც ბატონო ბესო მისაუბრა, ეს იყო მეხილეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა. თუმცა რა თქმა უნდა, მე ამ საკითხში არ ვარ ხმად კომპეტენტური, რომ სწორად დავსახო პრიორიტეტები, კერძოდ რა სექტორი უნდა განვითარდეს შიდა ქართლის რეგიონში. ამისთვის არის შესაბამისი სამინისტრო, ამისთვის არის ადმინისტრაცია, რომელმაც უნდა დასახოს პრიორიტეტები. გლობალურად რის თქმად შემიძლია ეს არის ის, რომ სახელმწიფო უნდა შექმნას კარგი პირობები იმისთვის, რომ განვითარდეს ბიზნესი, მცირე ბიზნესი, საშუალო ბიზნესი და თუნდაც მსხვილი ბიზნესი. ქმნის თუ არა სახელმწიფო ამის? ბატონო? ქმნის თუ არა სახელმწიფო ამის პირობას. ამის პირობას სახელმწიფო ქმნის და გეტყვით პირველ რიგში რაგზე. თქვენ წახან ახსენეთ ფინანსური პოლიცია და სხვა მაკონტროლებელი უწყებები, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებული სიმპათიას არ იმსახურებდნენ, თქვათ, იმ ადამიანებისა, ვინც არღვევს კანონს, მალავს გადასახადს და ასე შემდეგ. მე მინდა ვთქვა ფინანსური პოლიციას და ყველა სახელმწიფო უწყება, რომელიც ამ მიმართულებით არის დაკავებული, ან თუნდაც იმით, რომ აღკვეთოს ესა თუ ის კონკრეტული დანაშაული. დღეს არის მოწოდებული და მომართული იმისთვის, რომ არ დაჩაგროს და არ დაახრჩოს ბოდიშოსი ასეთი ხელოვნური ტერმინისთვის ბიზნესი. დღეს არის ყველა სახელმწიფო უწყება და ჩვენს პარლამენტი და ყველა უწყება ვსრულავთ იმის, რომ გაიოლდეს ბიზნესის დაწყება. აი ჩვენ მივიღებთ კანონი და მუშაობთ სხვა კანონები, რომელიც გაამარტივებს ამ პროცესს. თქვენ კარგად მოგახსენებთ, რომ საჭირო იყო 40 ადგილას პირობითად ვამბობ, საბუთის აღება, შეგროვება, შემდეგ ამის ლეგიტიმაცია და ასე შემდეგ, რომ დაგეწყო ბიზნესი. ეხლა ეს ყველაფერი შეიცვალა. ძალიან მარტივად შეიძლება ბიზნესის დაწყება. მაგრამ ის მენტალიტეტი უნდა დავძლიოთ ჩვენ, რომელიც აქ ტელემაყურებელმა გააჟღერა, რომ თურმე 2-5 სიგარეტის გამო არ შეიძლება ჩვენ ვდევნოთ ესა თუ ის პიროვნება. ეს უნდა აღვხვდეთ, თუ ჩვენ გვინდა განავითაროთ ბიზნესი, თუ ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს განვითარებას. დღეს გვაქვს იმგვარი ვითარება. თქვენ კარგად გახსოვთ, ახლა კითხვა დასვით, რომ პარალელებს ხომ არ გავლებთ ძვლის დროს შორის. ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩვენს ქართულ სახელმწიფოში ყველაზე, ვთქვათ, გამორჩეული თავისი პრივილეგიებით, ფინანსური მდგომარეობით, გავლენით და ასე შემდეგ, იყო ქურდი. რომელიც ატერორებდა ბიზნესს, ატერორებდა მეწარმეს, ატერორებდა იმ ადამიანს, ვისაც უნდოდა რომ განევეთერებინა თავისი წარმოება და ხელი შეეწყო თავისი მატერიალური მდგომარეობისთვისაც და სხვა ადამიანებისთვის და ეს საქმეები.
მივიდოდა კონკრეტული კრიმინალი და ეტყოდა, რომ შენ თუ არ მომცემ მე კონკრეტულ თანხას და შენ დაგატერორებ და სახელმწიფოს არ ქონდა ძალა ასეთი თავზე ხელაღებული ადამიანების მოქმედებები აღიკვეთა. გადავლეთ თუ არ დღევანდელ მდგომარეობას. ეს არის სრულიად სხვა გარემოდან. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მივდივართ კიდეც ამ გზით, რა თქმა უნდა, არ არის თქვა სათფური, მაგრამ მივდივართ ჩვენ ამ გზით და ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება ამის განსახორციელებლად. ამაზე მინდა დავუმატო ამ ჩვენ საუბარზე. მინდა დავუმატო, რომ პიროვნება, რომელიც ყავდა ქვემო ქალს და კონკრეტულად გორის რაიონს, რო არ ყოფილიყო, უნდა შეგექმნა. ხალხო ყავთ ისეთი პიროვნება, მე არ ვამბობ კარგს და ცუდს. ყავდათ სტალინი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ავტორიტეტი დღესაც სოფლიოში. დღეს სოფლიოში შეიძლება შეხვდე პიროვნებას, რომელმაც არ იცოდეს დასტაევსკი, არ იცოდეს პუშკინი, არ იცოდეს ლერმონტოვი, მან არ იცოდეს სტალინი, გაგონილი არ ქონდეს, ასეთი კაცი ალბათ არ არსებობს, ხო? ასეთი კაცი ყავდა. ეხლა ჩემგან ჭკუა არავის არ ესწავლება. ამხელა ძეგლი გიდგათ, რომელსაც უნდა გაფრთხილება. დიდი მადლობა, რომ უფრთხილდები. დავანებო თავი მის პოლიტიკურ წარსულს, როგორი იყო. ამაზე მოდი მივიჯერეთ, მაგრამ ასეთი ბუმბერაზე კაცი ყავდა. მისით შეგიძლია დღეს ფული იშონოთ ბატონო გოროლებს. მართლა გეუბნებით, იმიტომ რომ ამას უნდა წარმოჩენა. აქ არის თქვენი გასაკეთებელი, ამას მე ვერ გაგიკეთებ. პარლამენტი ამას ვერ გაიკეთებს. თქვენი გასაკეთებელი უნდა წარმოაჩინოთ, რომ ამოწიოთ თანდათან რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოიზიდოთ. აიღეთ გაზეთები, წაიგდო, ხანდახან კითხულობ გაზეთს, აბსოლუტურად არაფერი შუაში არ არის. ჩამოვიდა ვიღაცა უკრაინელი მომღერალი და მორბის გორში სტალინის მუზეუმი უნდა ვნახო. თი აინტერესებს ხალხს, ხო? ეს და გამოიყენოთ. მაქსიმალურად და მარტო გამოყენება კი არა, აი ხელი უნდა შეუწყოთ, როგორმე წამოწიოთ ეს მისი ძველი კულტი, რომელიც ასე ანზარზარდა თემსოფლს. ეს არის ჩემი უბრალოდ ადამიანური თხოვნა, რომ ეს მინდა რომ გორელებმა გაითვალისწინონ. გასაგებია კიდევ ერთი ზარი არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ. მშვიდობისა. დღეს საქართველოში 99% კრიმინალური გზით შოულობს ოჯახის სარჩის შემოსავას და მაინტერესებს აპირებს თუ არა სამუშაო ადგილების გახსნას. მაინტერესებს აპირებს თუ არა საქართველოში სამუშაო ადგილების გახსნას. მე მოგახსენებთ, რომ აბსოლუტურად არ გეთანხმებით, რომ საქართველოში 99% კრიმინალით შოულობს ფულს, ამაში კატეგორიულად არ გეთანხმებით. მე პირიქით რომ საქართველოში 99% დღეობით შოულობს ფულს თავის შრომით. ეს რაც შეეხება თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, იქ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ საქართველოში არის ცუდი მდგომარეობა სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით. და გეტყვით, რომ მიშა სააკაშვილმა, როდესაც დავიწყე ჩვენ ეს რეფორმები, ახალი ხელისუფლება მოვიდა, მან აბსოლუტურად ცალსახად გააზრებულად და მოფიქრებულად დაიწყო საქართველოში ფეხზე დაყენება ენერგეტიკის და დაიწყო ფეხზე დაყენება საგზაო ინფრასტრუქტურის, რომელიც ფიქრობდა და აბსოლუტურად სწორად ფიქრობდა, რომ თუ ენერგეტიკა შენ არ გამართე და საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგში არ მოიყვანე, არაფერი იმ სახელმწიფოში არ გამო აბსოლუტურად. ჩვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოს რო არ იყოს გზა საერთო, განვითარდება რამე, წარმოგიდგენები, რო არ იყოს ენერგეტიკა, ჩაბნელებული მთელი საქართველო. ვიღაც ნიმუშევი. ამიტომ სწორი მიმართულება აიღო საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც დაიწყო ასე დაწყობა სახელმწიფოში. ენერგეტიკა და გზა ეს პირველი პრობლემა, შემდეგ ინსტიტუციონალური გარდაქმნა მართვის სისტემაში და მესამე იქნება დასაქმების პრობლემა, რომელიც როგორც მე ვიცი ბატონ პრეზიდენტთან საუბრიდან, მე მასთან საუბარი, ვიცი რომ გაიციდან დაიწყება მაქსიმალურად დასაქმება ქართული ხალხის, რომელიც ალბათ აი ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალიან ნორმალური საგადასახადო კოდექსი მივიღეთ, ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გადაწყვეტას. მაგრამ ეხლა მე თქვენ გისვამთ შეკითხვას. დაიწყო ხალხის დასაქმება, გზა და ენერგეტიკა თუ არ იქნება, ხალბატონო, მე თქვენ მოგმართავ. რამე ამუშავდება? ვერაფერი, ხო, ესე იგი, საჭიროა ენერგეტიკა, ამის გარეშე არ არსებობს კაცობრიობის განვითარება და თუ არ არის გზა, აბსოლუტურად არაფერი არ იმუშავება. ამიტომ სწორი მიდგომა ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს, როდესაც დაიწყო ამ მიმართულებით, ხოლო გაიცა დაიწყება დასაქმების პროცესის გაძლიერება. მე
ვერ გეტყვით, რომ 1 იანვარზე დასაქმდება მთელი საქართველო, მაგრამ ის რომ დაიწყება ქართველი ერის დასაქმება, ამას თქვენ უნდა ნახავთ რამოდენიმე თვეში. გასაგებია. კიდევ ერთი ამჯერად უკვე ბოლო ტელემაყურებელი არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დიახ, მოგესალმებით. გამარჯობათ, ერთი შეკითხვა მაქვს. თქვენ ყველას გახსოვთ, ყველა ესე იგი საქართველოში ყველა თითქმის მაცხოვრებლის მესამე, მეოთხე ოჯახს ჰქონდა ანაბრები. და აი ამასთან დაკავშირებით რა აზრისა ბრძანდებით, საერთოდ დაგვიბრუნდება თუ არა ეს ანაბრები და საერთოდ არის თუ არა პარლამენტში ამაზე საუბარი და გქონდეს თუ არა იმედი, რომ აი ჩვენი დანაზოგი, რომლებიც რომ წლების განმავლობაში შენახული გქონდა ზოგს სიბერისთვის, ზოგს ოჯახებისთვის, რა ვიცი, რაღაცა ისე. აი თუ მოგვეცემა ის ჩვენი ანაბრები და რა ვიცი. ხალხო ჩვენ ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ, ალბათ სამწუხაროდ არ გვისმენდით, ძალიან გითვალყურთ ასე. ნუ არ გავიმეოროთ ესე. დიახ, და მე უბრალოდ შემაჯამებელი სახით მინდა მოგმართოთ კითხვით, ასე ვთქვათ. რა არის ის, რაც უნდა შეიცვალოს, თუ მიგაჩნიათ ასე ჩვენს რეგიონში და როგორ იქნება თქვენი სურვილები, რას უბრალოდ ხალხს, თუნდაც ადგილობრივ ხელისუფლებას, რა უნდა გაკეთდეს, ვთქვათ, პირველი, რა უკვე პრიორიტეტულია ჩვენი რეგიონისთვის. მე დავიწყო? თუნდაც. პირველი მე მოგახსენებთ ის მარტივი, რომ შეინახეთ სტალინის სახელი, რომ ამით დიდი ბოდიში მის სახელთან დიდ ხეირს ნახავთ იცოთ, ეს ჩემი ასეთი შეფასება. შემდგომ მაქსიმალურად განავითაროთ უნდა ის მიმართულება, რაზეც მე მოგახსენებით, ანუ მეხილეობა ეს არის უძვირფასი დარგი, რომელსაც ფლობს შიდა ქართლი და ეძებეთ ინვესტორები ალბათ უფრო ინტენსიურად, რომ მოიზიდოთ ასეთი ხალხი, რომ მერე დაასაქმოთ მოსახლეობა გადამამუშავებელ მრეწველობაში. ეს არის ალბათ ის გზა, რომელსაც მე ვხედავ გვირაბის ბოლოს თქვენი რეგიონის განვითარების. ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ პრობლემებს, რომელიც თქვენ სერიოზულად გაქვთ ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ, თქვენ გვერდზე არის მთელი სახელმწიფო, ყველა გიდგას მხარში და ეს არ არის მარტო თქვენი მოსაგვარებელი პრობლემა, ეს მთელი ქართული ერის ტკივილი და მისი მოსაგვარებელი პრობლემა, ამიტომ თქვენ გვერდზე ვარ და იცოდეთ ამ პრობლემას ჩვენ თქვენთან ერთად გადავწყვეტავთ. რაც შეეხება იმას, რას უსურვებ რეგიონს, მე არ ვიცი კონკრეტულად კიდე გავიმეორებ, თქვათ, იმ მიმართულებების გამოკვეთა რა უფრო სწორი იქნება, ალბათ მიმინდვია გორისკენ მთლიანად რეგიონის მოსახლეობაზე, ერთ-ერთი ღირსეული და ეს ვთქვათ განათლებული ხალხია ამ რეგიონში და მე მიმაჩნია, რომ სწორი ადმინისტრირების პირობებში, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება დაუჭერს მხარს ამ ადამიანებს და დაეხმარება იმაში, რომ განავითარონ თავიანთი ნიჭი და რეალიზება მოახდინონ. მე ვფიქრობ, რომ ამ რეგიონს გააჩნია, მართლა გააჩნია პოტენციალი, რომ უკეთესად იყოს, თუმცა რა თქმა უნდა ამ გზაზე ეს რეგიონი დგას. მე ამ თემებზე საუბრისას მახსენდება რამდენიმე დღის წინანდელი ვიზიტი პრეზიდენტის სააკაშვილის გორის რაიონში, სადაც იყო მართლა მე სამწუხაროდ ვერ მივიღე ამაში მონაწილეობა, მაგრამ რასაც ვადევნე თვალით ტელეეთერით, ეს იყო მართლა ძეიმი. ხომ განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ის ელემენტარული წინსვლაც კი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში. ის ელემენტარული ქმედითი ნაბიჯები გადადგმული ჩვენი ხალხის საკეთილით გავთ. იმისთვის, რომ ბნელში არ ვიყოთ ელემენტარულად ქუჩაში, იმისთვის, რომ არ გვეშინოდეთ ჩვენი დედა და მამა როდის დაბრუნდება სახში, ან დაბრუნდება თუ არა, თქვათ უსაფრთხოდ, იმისთვის, რომ თქვათ ასე თუ ისე განწყობა მაინც გქონდეს უკეთესი, ზრუნავს ამისთვის ხელისუფლება, მაგრამ ერთ რამეს დავზენ კიდე. ხშირად ჩვენ საზოგადოებას აქვს ერთი ასეთი პრობლემა, რომელიც თბილისშიც, გორში და ყველა სხვაგან საქართველოში შეენიშნება. აი, როდესაც ვლაპარაკობთ დასაქმების პრობლემაზე. როდესაც ვლაპარაკობთ დასაქმების პრობლემაზე. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ ვთქვათ, განახორციელო კონკრეტული პროგრამა და ამით გადაწყდეს დასაქმების საკითხი. ეს არის ის, რომ შექმნა ლიბერალური გარემო, განვითარდეს ბიზნესი, განვითარდეს წარმოება და ამით დაასაქმო ხალხი, მაგრამ ერთი საკითხი რა არის, გზების მშენებლობა მიმდინარეობს. არის კონკრეტული მუშახელი საჭირო.
და იცით ვინ მუშაობს ამაზე? თურქეთიდან ჩამოყვანილი ადამიანი. რატო? იმიტომ რომ ფიზიკურად საქართველოში არ მოიძებნა იმ რამოდენობის ადამიანები, რომლებიც ჩაერთვებიან ამაში, მაგრამ ძალიან კარგად გამოსდის ზოგიერთს საუბარი იმაზე, რომ არ არის დასაქმებული იმაზე, რომ თქვათ, ბოდიშოხტი ტერმინისთვის დღე-დაღამე უსაქმურობაში გაატაროს, მაგრამ ის ეთაკილება, რომ თავის შვილს და შვილიშვილს დაუტოვოს გზა, ამაში მიიღოს მონაწილეობა. აი ეს მენტალიტეტის კრიზისია, რაც უნდა დავძლებთ, ვისაც რა შეუძლია ის უნდა გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მისთვის რომ მიღეთ მონაწილეობა. დიდი მადლობა. ძალიან გამშვიდობებით საუბარს სრულებით ნახვამდის. დიდი მადლობა.